გამარჯობა. მოგესალმებით მსოფლიო მითოლოგიის აუდიო ბიბლიოთეკიდან. ძველი ბერძნული მითოლოგია. ნიკოლაი კუნი. აუდიო წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. ნაწილი პირველი. ღმერთები. თავი პირველი. სამყაროსა და ღმერთების წარმოშობა. კითხულობს ნიკო. მითები ღმერთებისა და მათი ბრძოლების შესახებ გიგანტებთან და ტიტანებთან ძირითადად მოთხრობილია ჰესიოდეს პოემის თეოგონიის მიხედვით. შენიშვნა. თეოგონია ნიშნავს ღმერთების წარმოშობას. ზოგიერთი თქმულება გადმოღებულია ჰომეროსის პოემების ილიადასა და ოდისეადან და რომაელი პოეტის ოვიდიუსის პოემიდან მეტამორფოზები. თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ მარადიული, უსაზღვრო, ბნელი ქაოსი. მასში იყო ქვეყნიერების სიცოცხლის წყარო, ყოველივე, მთელი სამყარო და უკვდავი ღმერთებიც. უსაზღვრო ქაოსიდან წარმოიშვა. ქაოსიდან წარმოიშვა ქალღმერთი დედამიწა, გეა. ფართოდ გადაიშალა იგი ძალუმი. სიცოცხლის მომნიჭებელი ყოველისათვის, რაც მასზე ცოცხლობს და იზრდება. შორს, მიწის ქვეშ კი ისე შორს, როგორადაც შორსაა ჩვენგან უკიდეგანო, ნათელი ცა. განუზომელ სიღრმეში დაიბადა პირქუში ტარტაროსი, საზარელი ქვესკნელი, სავსე მარადიული წვდიადით. ქაოსიდანვე სიცოცხლის წყაროდან იშვა დიადი ძალა. ყოვლის გამაცოცხლებელი სიყვარული ეროსი. დაიწყო ქვეყნიერების შექმნა. უსაზღვრო ქაოსმა შვა მარადიული წვდიადი, ერებოსი და ბნელი ღამე ნიუქსი. ღამისა და წვდიადისაგან წარმოიშნენ მარადიული შუქი, ეთერი და სიხარულის მომგვრელი, ნათელი დღე ჰემერა. სინათლე მოეფინა მთელს ქვეყნიერებას და დაიწყო დღისა და ღამის ცვლა. ყოვლის შემძლე კურთხეულმა დედამიწამ შვა უნაპირო ლურჯი ცა ურანოსი და გადაიშალა ზეცა. ამაყად აღიმართნენ ცისაკენ მიწის შვილები, მაღალი მთები და ფართოდ გადაიშალა მარად მღელვარე ზღვა. მშობელმა დედამ მიწამ შვა ზეცა, მთები და ზღვა და არა ჰყავდათ მათ მშობელი მამა. ურანოსი ცა გამებდა ქვეყნიერებაზე და ცოლად შეირდო ბარაქიანი დედამიწა. 6 ასული და 6 ვაჟიშვილი ძალუმი. მრისხანე ტიტანები ეყოლათ ურანოსსა და გეას. მათმა შვილმა ტიტანმა ოკეანემ უნაპირო მდინარესავით რომ ევლება გარშემო მთელს დედამიწას და ქალღმერთმა ტეთიდამ შვეს ქვეყნად ყველა მდინარე. ზღვისკენ რომ მიაგორებენ თავიანთ ტალღებს და ზღვის ქალღმერთები ოკეანიდები. ხოლო ტიტანმა ჰიპერიონმა და თეამ ქვეყანას მისცეს შვილები, მზე ჰელიოსი, მთვარე სელენე და წითლად შეფაკლული აისი, ვარდისფერ თითება ეუსი, ავრორა. ასტრესა და ეროსისაგან წარმოიშვა ყველა ვარსკვლავი, ღამის ბნელცაზე რომ ციმციმებს და ყველა ქარი, ჩრდილოეთის მძვინვარე ქარი ბორეასი, აღმოსავლეთის ევროსი, სამხრეთის ნესტიანი ქარი ნოტოსი და დასავლეთის მოალერსე ნიავი ზეფირი. წვიმით სავსე ღრუბლებს რომ მიერეკება. ტიტანების გარდა ყოვლის შემძლე დედამიწამ შვა 3 ბუმბერაზი კიკლოპი თითო თვალით შუბლზე და მთასავით უზარმაზარი 3 50 თავიანი ბუმბერაზი, ასხელებიანი ჰეკატონქეირები. ასე წოდებულნი იმის გამო, რომ ყოველ მათგანს 100 ხელი ჰქონდა. მათ სიძლიერეს ვერავინ აღუდგება წინ. უსაზღვროა მათი სტიქიური ღონე. ურანოსმა შეიცულა თავისი შვილები, ტიტანები და ამწყვდია ქალღმერთ დედამიწის წიაღში და დღის სინათლეზე გამოსვლა აუკრძალა. იტანჯებოდა მათი დედამიწა, ამძიმებდა მის წიაღში დაფარული საშინელი ტვერთი.
მოიწვია მიწამ თავისი შვილები, ტიტანები და დაარწმუნა აღმდგარიყვნენ მამის ურანოსის წინააღმდეგ, მაგრამ ტიტანებს ეშინოდათ და მამაზე ხელის აღმართვას ვერ ბედავდნენ. მხოლოდ უმცროსმა, ძბიერმა კრონოსმა ეშმაკობით დაამხო თავისი მამა და წაართვა ძალაუფლება. ქალღმერთმა ღამემ კრონოსის დასაჟელად გააჩინა საზარელ ღვთაებათა მთელი დასი, თანატოსი, სიკვდილი, ერიდა, განხეთქილება, აპატუ, სიცრუე, კერი, განადგურება, ჰიპნოსი, ძილი, ბნელი, ძიმე მოჩვენებათა მთელი გუნდით, რომელთაც არ იციან შებრალება, ნემესიდა, შურისძიება დანაშაულისათვის და ბევრი სხვა. საშინელება, განხეთქილება, სიცრუე, ბრძოლა და უბედურება მოიტანეს ამ ღმერთებმა ქვეყნად, სადაც მამისეულ ტახტს განაგებდა კრონოსი. წიგნი არის დასფიქს ნიკოარხის საკუთრება, მადლობა რომ გვისმენთ. თავი მეორე, ზევსი, დაბადება. კრონოსი არ იყო დარწმუნებული, რომ ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებდა. ეშინოდა მის წინააღმდეგაც არ ამხედრებულიყვნენ შვილები და არ გაეწირათ ისეთივე ხვედრისათვის, როგორიც თვითონ განუმზადა თავის მამა ურანოს. კრონოსს ეშინოდა საკუთარი შვილებისა და უბრძანა თავის ცოლს რეას. ახალშობილი შვილები მყისვე მომგვარეო. კრონოსი შეუბრალებლად ყლაპავდა მათ. რეას თავს არ სცემდა შვილების ბედი. კრონოსმა უკვე გადაყლაპა 5 შვილი: ჰესტია, დემეტრე, ჰერა, აიდოსი, ჰადესი და პოსეიდონი. რეას არ უნდოდა თავისი უკანასკნელი შვილის დაყუპვაც ეხილა. თავისი მშობლების ურანოს, ცისა და გეა დედამიწის რჩევით განერიდა იქაურობას და კუნძულ კრეტაზე ღრმა გამოქვაბულში გააჩინა უმცროსი შვილი ზევსი. რეამ ამ გამოქვაბულში დაუმალა შვილი სასტიკ მამას. მის მაგიერ კი არტახებში გახოული გრძელი ქვა გადააყლაპა. კრონოს აზრადაც არ მოსვლია, რომ ცოლმა მოატყუა. ზევსი კრეტაზე იზრდებოდა. ნიმფები, ადრასტეა და იდეა თავს ევლებოდნენ პატარა ზევსს. ღვთაებრივი თხის ამალთეას რძით კვებავდნენ. ფუტკრებს პატარა ზევსისათვის მაღალი მთის დიქტისის ფერდობებიდან თაფლი მოჰქონდათ. გამოქვაბულის შესასვლელთან კი ახალგაზრდა კურეტები ფარებზე מחვილებს სცემდნენ, როცა ზევსი ტიროდა, რათა ყრმის ტირილი კრონოს არ გაეგონა და ზევსს თავისი დაცმების ხვედრი არ გაეზიარებინა. გაიზარდა და დავაშკაცდა მშვენიერი და უძლეველი ღმერთი ზევსი. აუმხედრდა თავის მამას და აიძულა ისევ დაებრუნებინა ქვეყნად მის მიერ გადაყლაპული შვილები. ერთი მეორის მიყოლებით გადმოაფრქვია კრონოსმა ბაგეებიდან თავისი მშვენიერი და სხივ ნათელი შვილები, ღმერთები, რომელთაც მყისვე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართეს კრონოსსა და ტიტანებს სამყაროზე ბატონობისათვის. საზარელი და შეუპოვარი იყო ეს ბრძოლა. კრონოსის შვილები ოლიმპოს მაღალ მთაზე გამაგრდნენ. მათ მიემხრო ზოგიერთი ტიტანიც. პირველად ტიტანი ოკეანე, მისი ცოლი სტიქსი და შვილები გულმოდგინება, ძლიერება და გამარჯვება. სახიფათო იყო ეს ბრძოლა ოლიმპიელი ღმერთებისათვის. მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ ზალუმი და მრისხანე ტიტანები, მაგრამ ზევსის საშუალად გამოეშურნენ კიკლოპები და გამოჭედეს მეხი და ელვა. ღვთაებრივი მარჯვენის ტყორცნი და მათ ზევსი ტიტანებს. 10 წელი გრძელდებოდა ბრძოლა, მაგრამ გამარჯვების სასწორი არ ეხრებოდა არც ერთ და არც მეორე მხარეს. და ბოლოს ზევსმა გადაწყვიტა მიწის ქვეშეთიდან ამოეშვა 100 ხელიანი ბუმბერაზები, ჰეკატონქეირები და დახმარება ეთხოვა მათთვის. გამოვიდნენ ისინი მიწის წიაღიდან საშინელნი, მთებივით უზარმაზარნი და მყისვე ბრძოლაში ჩაებნენ.
თელ კლდეებს გლეჯდნენ მთებიდან და შეუბრალებლად ყორცნიდნენ ტიტანებს. ასობით კლდე გრთოლვით წამოვიდა ოლიმპოს წინააღმდეგ სალაშქროდ აღმდგარ ტიტანებზე. კვნესოდა მიწა, გრილის ძრავდა ჰაერს, ირგვლივ ყველაფერი ირყეოდა. თვით ტარტაროსიც კი წწოდა ამ ბრძოლისაგან. ერთი მეორის მიყოლებით ყორცნიდა ზევსი ცეცხლოვან ელვასა და გამაყრუებელ მგრგვინალ მეხებს. ცეცხლი მოედო მთელ დედამიწას. ადუღდნენ სხვები. სქელს უდარასავით გადაეფარა ყოველივეს ბოლი და სიმყრალე. და ბოლოს შედრკნენ ძალოვანი ტიტანები. გატყდა მათი ძალა, დამარცხდნენ სასტიკ ბრძოლაში. ოლიმპოელებმა ისინი შებოჭეს და გასტყორცნეს ტარტაროსში, მარადიულ წყდიათში. ტარტაროსის შეურყეველ სპილენძის ჭიშკრებში მცველებად დადგნენ ასხელიანი ჰეკატონქეირები და ფხიზლად დარაჯობენ, რომ ხელახლა არ აიხსნან და თავი არ დააღწიონ ტარტაროს ძალუმმა ტიტანებმა. დასრულდა ქვეყნად ტიტანთა ბატონობა. თავი მესამე. ზევსის ბრძოლა ტიტონთან. მაგრამ ბრძოლა ამით არ დასრულებულა. გეა, დედამიწა, შესყრა ოლიმპოელ ზევს იმის გამო, რომ ასე სასტიკად მოექცა მის დამარცხებულ შვილებს, ტიტანებს, შეუღლა პირქუშ ტარტაროსს და გააჩინა საშინელი ასტავიანი ურჩხული ტითონი. მიწის წიაღიდან აღიმართა უზარმაზარი დრაკონის თავებიანი ტითონი და ველური ღრიალით შეარყია ჰაერი. ამ ღრიალში ერთდროულად ისმოდა ძაღლის ყეფა, ადამიანის ხმები, გაშმაგებული ხარის ბღავილი, ლომის ფრთვინვა. მძაფრი ცეცხლოვანი ენები ბობოქრობდა ტითონის გარშემო. მისი მძიმე ნაბიჯების ყოველ გადადგმაზე დედამიწა ირყეოდა. ღმერთები შედრკნენ, მაგრამ მეხთა მტყორცნელი ზევსი გაბედულად შეება ურჩხულს და გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ისევ გამოგრთა ელვა ზევსის ხელიდან, ისევ გაისმა მეხთა ქუხილი. მიწა და ცის თაღი ერთიანად ირყეოდნენ. ისევ კაშკაშა ცეცხლად აგიზგიზდა დედამიწა, როგორც ტიტანებთან ბრძოლის დროს. სხვები დუღდებოდნენ ტითონის მიახლოებაზეც კი. ასობით ცეცხლოვანი ელვის ისარი ცვიოდა ზევსის ხელიდან. გეგონებოდათ, მათი ცეცხლისაგან თავით ჰაერი იწვის და ჭექა ქუხილის კუპრისფერი ღრუბლებიც იწვიანო. ზევსმა ტითონის ასივე თავი ფერფლად აქცია. ტითონი დედამიწაზე დაეცა. მისი ბილწის სხეულიდან ისეთი ცხელი ოხშივარი ამოდიოდა, რომ გარშემო ყველაფერი თნებოდა. ზევსმა ასია ტითონის სხეული და ბნელ ტარტაროსში გადასტყორცნა, ისევ იქ, სადაც იშვა. მაგრამ არც იქ ისვენებს ტითონი და ემუქრება ღმერთებსა და ყოველ ცოცხალ არსებას. იწვევს ქარიშხლებს. მისგან ეყოლა გველქალა, ექიდნას საზარელი ორთავიანი ძაღლი, ორთროსი, ჯოჯოხეთის ძაღლი, კერბერი, ლერნეს ჰიდრა და ქიმერა. ხშირად არყევს ტითონი დედამიწას. ოლიმპოს ღმერთებმა დაამარცხეს თავისი მოწინააღმდეგენი. ვეღარავინ აღუდგებოდა ამიერიდან მათ ძალაუფლებას. ახლა კი შეეძლოთ თავისუფლად განეგოთ ქვეყნიერება. მათ შორის უძლიერესმა მეხთა მტყორცნელმა ზევსმა დაისაკუთრა ცა, პოსეიდონმა ზღვა, ჰადესმა მიწისქვეშეთი, მიცვალებულთა სულების სამყარო. დედამიწა კი საერთო გამგებლობაში დარჩა. თუმცა ასე დაინაწილეს კრონოსის შვილებმა ძალაუფლება სამყაროზე, მაგრამ მაინც უზენაესი მეუფეა ცის მბრძანებელი ზევსი. ის განაგებს ღმერთებსა და ადამიანებს, მის ხელთ არის მთელი სამყარო. თავი მეოთხე. ოლიმპო. მაღალსა და ნათელ ოლიმპოზე ბატონობს ღმერთების დასით გარემოცული ზევსი. იქვეა მისი მეუღლე ჰერა, ოქროს კულულებიანი აპოლონი და მისი და არტემიდე, ოქროს აფროდიტე, ზევსის ძალუმი ასული ათენა და მრავალი სხვა ღმერთი. სამი მშვენიერი ორა გუშაგობს მაღალ ოლიმპოს
მისასვლელს და მაღლას წევს ჭიშკრების დამხშობ სქელ ღრუბელს, როცა ღმერთები დედამიწაზე ჩამოდიან, ან ზევსის ნათელ სამყოფელში ამაღლდებიან ხოლმე. მაღლა ოლიმპოს თავზე ფართოდ გადაშლა ლურჯი, უძირო ცა და უხვად აფრქვევს ოქროს ნათელს. ზევსის სამეფოში არასდროს არ წვიმს, არც თოვს და მარად ნათელი, სიხარულის მომგვრელი ზაფხულია. დაბლა კი ბოლქვებად ირევიან ღრუბლები და დროდადრო ფარავენ შორეულ დედამიწას. იქ დედამიწაზე გაზაფხულსა და ზაფხულს ცვლიან შემოდგომა და ზამთარი, სიხარული და მხიარულება იცვლება დარდითა და უბედურებით. მართალია, ღმერთებმაც იციან დარდი, მაგრამ ღმერთების დარდი წარმავალია და ოლიმპოზე სწრაფად ისადგურებს სიხარული. ნადიმობენ ღმერთები ზევსის შვილის ჰეფესტოს მიერ აშენებულ ოქროს სასახლეში. ღმერთების მბრძანებელი ზევსი იქ თავის მაღალ ოქროს ტახტზე ზის. სიდიდითა და ძალაუფლების ამაყი, 7 შეგნებით სუნთქავს მისი ვაჟკაცური, ღვთაებრივად მშვენიერი სახე. მის ტახტთან დგას მშვიდობის ქალღმერთი ეირენე და ზევსის განუყრელი თანამგზავრი, გამარჯვების ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე. აი შემოდის მშვენიერი, დიდებული ქალღმერთი ჰერა, ზევსის მეუღლე. ზევსი პატივს ასცემს თავის მეუღლეს. ქორწინების მფარველი ქალღმერთი ჰერა ოლიმპოს ღმერთებს შორის საყოველთაო პატივისცემით არის გარემოცული. როცა თავისი მშვენიერებითა და ბრწყინვალე სამოსელით გამორჩეული დიდებული ჰერა სანადიმო დარბაზში შემოდის, ყველა ღმერთი ფეხს ედგება და თავს მდაბლად ხრის მეხთამტყორცნელი ზევსის მეუღლის წინაშე. ის კი ზვიადი თავისი ძლიერებით ოქროს ტახტისკენ მიემართება და მორჭმით ჯდება ღმერთებისა და ადამიანთა მბრძანებლის ზევსის გვერდით. ჰერას ტახტთან დგას მისი რჩეული შეკრიკე, ცისარტყელას ქალღმერთი, სუბუქფრთიანი ირიდა. მარადრომ მზად არის ცისარტყელას ფრთებით გაეშუროს დედამიწის უშორეს კუთხეებში ჰერას ბრძანებების შესასრულებლად. ნადიმობენ ღმერთები ზევსის ასულს, ახალგაზრდა ჰებეს და ტროას მეფის ვაჟს განიმედს, ზევსის რჩეულსა და საყვარელ ყმაწვილს, მისი ნებით უკდავყოფელს, მათთვის მოაქვთ ამბროსია და ნექტარი, ღმერთების საჭმელ სასმელი. მშვენიერი ქარიტები და მუზები ცეკვა სიმღერით ატკბობენ მონადიმედ. ისინი ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ულიან ფერხულს. ღმერთები კი ტკბებიან მათი მსუბუქი მოძრაობითა და საოცარი მარადიული მშვენიერებით. მხიარულება ემატება ოლიმპოელთა ნადიმს. აქ წყვეტენ ღმერთები უმნიშვნელოვანეს საქმეებს. აქ ადგენენ ქვეყნიერებისა და ადამიანთა ბედს. ზევსი ოლიმპოდან უგზავნის ადამიანებს თავის საჩუქრებს და ადგენს დედამიწაზე წესრიგსა და კანონწესებს. ზევსის ხელით არის ადამიანთა ბედი, ბედნიერება და უბედურება, სიკეთე და ბოროტება, სიკვდილი და სიცოცხლე, ყოველი მის ხელთ არის. ზევსის სასახლის ჭიშკართან 2 დიდი ჭურჭელი დგას. ერთ მათგანში სიკეთის სხვენია, მეორეში ბოროტების. ზევსი იღებს ორსავე ჭურჭლიდან სიკეთესა და ბოროტებას და უგზავნის ადამიანებს. ვაი იმ ადამიანს, რომელსაც მეხთამტყორცნელი მხოლოდ ბოროტების საწყაულიდან გაუგზავნის საჩუქრებს. ვაი მასაც, ვინც არღვევს დედამიწაზე ზევსის მიერ დაწესებულ წესრიგს და არ იცავს მის კანონებს. ბრისხანეთ შეიგრავს ხშირ წარბებს კრონოსის შველი, შავი ღრუბლები დაფარავენ მაშინვე ცას. განრისხდება დიდი ზევსი და აეშლება თავზე თმები, თვალები კი მოუთმენლობის ცეცხლით აენთება. მოიქნებს მარჯვენას, იქუხებს მეხი, ისარი გადასერავს ცას, გაიკაფებს ელვა და შეირყევა მაღალი ოლიმპო. მარტო ზევსი როდი იცავს კანონებს,
მის ტახტთან დგას კანონთა დამცველი თემიდა. თემიდა მეხთა მტყორცნელის ბრძანებით იწვევს ნათელ ოლიმპოზე ღმერთების საბჭოს, ხოლო დედამიწაზე სახალხო კრებას. ამავე დროს თვალყურს ადევნებს, რომ არ ირღვეოდეს დედამიწაზე წესი და კანონი. ოლიმპოზეა ზევსის ასული ქალღმერთი დიკეც, მართლმსაჯულების მეთვალყურე. სასტიკად ჟის ზევსი უსამართლო მოსამართლეებს, როცა დიკე მოახსენებს ხოლმე, რომ არ ასრულებენ ზევსის მიერ დადგენილ კანონებს. ქალღმერთი დიკე სიმართლის დამცველი და სიცრუის დაუძინებელი მტერია. ზევსი იცავს წესიერებასა და სამართალს სამყაროში და ადამიანებს ბედნიერებასა და უბედურებას უგზავნის. თუმცა ადამიანებს ბედნიერებასა თუ უბედურებას ზევსი უგზავნის. ადამიანთა ბედს მაინც ნათელ ოლიმპოზე მცხოვრები ბედისწერი შეუბრალებელი ქალღმერთები, მოირები განაგებენ. თვით ზევსის ბედიც მათ ხელთაა. ბედისწერა განაგებს ღმერთებსაც და მოკვდავთაც. ვერავინ გაექცევა უწყალო ბედისწერას. არ არსებობს ისეთი ძალა, ისეთი ძალაუფლება, რომელიც ოდნავ მაინც შეცვლიდა თუნდაც რაიმეს იმაში, რაც წინასწარ უწერიათ ღმერთებსა და ადამიანებს. მორჩილად თავის დახრა მართებს ყველას ბედისწერის წინაშე. მხოლოდ მოირებმა იციან ბედისწერის ნებასურველი. მოირა კლოთო ადამიანის სიცოცხლის ძაბს ართავს და განსაზღვრავს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას. გაწყდება ძაფი და დასრულდება სიცოცხლე. ლაქესისი არც კი უყურებს, ისე ამოიღებს წილს, რომელიც ადამიანს უნდა შეხვდეს ცხოვრებაში. არავის არ შეუძლია მოირების მიერ განსაზღვრული ბედის შეცვლა, რადგან მესამე მოირა ატროპოსი გრძელ გორგალზე ახობს ყველაფერს, რაც მისმა დებმა ადამიანს დაუდგინეს. ხოლო რაც შეტანილია ბედისწერის გრძელ გორგალში, ის გარდაუვალია. ულმობელნი არიან დიადი, სასტიკი მოირები. ოლიმპოზე არის კიდევ ერთი ბედისწერის ქალღმერთი. ესაა ბედნიერებისა და კეთილდღეობის ქალღმერთი ტიხე. სიუხვის რქიდან, იმ ღვთაებრივი თხის, ამალთეას რქიდან, რომელმაც გამოკვება თვით ზევსი. ის უხვად აფრქვევს სიკეთეს ადამიანებისთვის და ბედნიერია ის, ვინც თავისი ცხოვრების გზაზე შეხვდება კეთილდღეობის ქალღმერთ ტიხეს. მაგრამ რა იშვიათად ხდება ეს და რა უბედურია ის ადამიანი, ვისაც ზურგს აქცევს ტიხე, ახლახან რომ ანიჭებდა თავის წყალობას მას. ასე ბატონობს ოლიმპოზე ღმერთების დასით გარემოცული, ღმერთებისა და ადამიანების დიადი მეუფე ზევსი, წესრიგისა და სიმართლის დამცველი მთელს ქვეყნიერებაზე. პირველი ნაწილის მეოთხე თავის დასასრული. მადლობა, რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.